მომთაბარე ცხოვრება თქვენი ფეტიშია? არ ვიცოდი, პამპერსი უკუღმა გაუკეთე. ამ გადმოსახედიდან იმ ჟურნალისტმა დაგღუპათ თუ აგაშენათ? კიდია, მე ხო ვიცი რაცა ვარ. სამძიმრებზე ვარდისფერებში დადიხარ? ჭირის უფალმა მთხოვა გაიხადეო. ბოროტ სამყაროში ვცხოვრობთ. რო ჩაგაფურთხო სულში უნდა მოიწვიდო, მაგრამ ეს არის ყვადვილი. გრძნეული ქალი ხო ვართ? იდეალურად შემიძლია მოგიხდუღო ყავა. როგორ არ გეზარებათ? გართობა და кейფი და დროსტარება, მაგრამ მე ვასება. მოხდი ზღაპარ ქვეყანაში. ჭკუაც არ დაგიშლიდა? დაჭკუ არ დამიშლიდა. წევლად თუ გჩვევდა? არა, უფრო გინება. რა პონტში ასწორებდა დუბაიში? მართლა გიჟები არიან, მართლა ძალიან ცხელები არიან. ზოგი ჭერი მარგებელიაო, თუ გქონიათ ისეთი ჭერი, რამაც გარბოთ. თუ აძლე მიეცი. ბოლომდე. ისი ნერვები არ გაქვთ ცხოვრებაში? ნინა რო დაიძახებდნენ, ბევრჯერ მithქვია, აი არავდგები და ვსიო და პარანორმალური მოვლენები მომხდარათ თქვენ ცხოვრებაში? კი, საკმაოდ ბევრჯერ. სასიყვარულო ჯადო იყო? სასიყვარულო ჯადო იყო. რა ცხოვრებისეულ შეცდომას იმეორებთ ყველაზე ხშირად? ფანტაზიებში დავფრინა. რამე დატვირთა ხომ არ აქვს აი ამ თქვენ სპირიტუალურ ნაწილში? ავით თვალისაგან დასაცავი. უეჭველი ქართველი ნინა ფინკი დაბადაძე. გამარჯობა, ვიცი რომ იცით, მაგრამ მაინც გეტყვით, თქვენ უყურებთ გადაცემათა ციკლს ნიუ-იორკიდან უეჭველი ქართველია. ხშირად მეკითხებიან, თუ რის მიხედვით ვარჩევ სტუმრებს და პასუხი არის მარტივი, არ არსებობს კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეიძლება ვინმე მოხვდეს ამ გადაცემაში, ამისთვის საჭიროა რომ ადამიანი იყოს უეჭველი ქართველი და ცხოვრობდეს საზღვარგარეთ. ეს გადაცემა არ ეძებს ცნობილ ადამიანებს, პირიქით, უცნობ ქართველებს ვეძებთ იმისთვის, რომ ერთად აღმოვაჩინოთ და საზოგადოებას გავაცნოთ. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარიც რა თქმა უნდა არის უეჭველი ქართველი ნინა დაბადაძე ფინკი. ნინა, როგორ ბრძანდებით? მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ჩემს გადაცემაში. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, პირველად არ გხედავთ და ყოველთვის თქვენი სამოსი არის ვარდისფერი და პრინციპში ნინა ფინკი დაბადაძე, ფინკ არის ინგლისური სიტყვა და ნიშნავს ვარდისფერს. გარდერობში სხვა ფერის ტანი სამოსი თუ გაქვთ და რატომ ყოველთვის ვარდისფერი? ვარდისფერი ალბათ ასოცირდება რაღაც სითბოსთან, სიყვარულთან. არ მგონია რომ სხვა ფერი მქონდეს რამე. და ცუდ ხასიათზე თუ ხართ, მაინც ვარდისფერი? კი. რაღაცა განსხვავებაა პატარა ტონალობაში, მეტი. რამდენი ხანია, რომ თქვენი სამოსი არის მხოლოდ ვარდისფერი? რო არ მოგატყო, ალბათ ბავშვობიდან. ჩემს ბავშვობაში არ შევებოდა ბევრი ვარდისფერი, მაგრამ მამა ყოველთვის ცდილობდა რომ ვარდისფერი მოეტანა და გავეხარებინი ასე ვთქვათ. და ბავშვობიდან შეგერქვათ ნინა ფინკი? არა, პინკი დამარქვეს უკვე ემირატებში ვცხოვრობდი, როცა დამარქვეს პინკი. მოდი ბარემ ამოვწუროთ ეს თქვენი გარეგნობის ამბები და ბეჭდებით. თქვენი თითები ყოველთვის დატვირთული არის ბეჭდებით. რატომ? ესეც ერთ-ერთი ჩემი აქსესუარია, ასე ვთქვათ, მიყვარს ვერცხლეული და ყოველთვის მიკეთია. კი, ვერცხლი, მხოლოდ ვერცხლს. ასე რომ რამე დანიშნულება აქვს რაღაც რწმენის კუთხე რაღაცა ისეთი სიმბოლური არის თუ უბრალოდ როგორც აქსესუარი? როგორც აქსესუარი მიყვარს ვერცხლი და ვერცხლის დანება. ემირატებში ვცხოვრობდიო, მეგონა ნიუ-იორკი იყო პირველი ადგილი, სადაც ემიგრაციაში წამოხვედით. მოდი ეს ამბავი მოყევით, რა გინდოდათ ემირატებში, რამდენი ხანი იყავით და რა საქმიანობდით? პატარა ბიზნესი მქონდა, 30 წელი. 30 წელი გაატარეთ დუბაიში? კი. და რამ გადაგაწყვეტინათ აქ წამოსვლა? მოგწყინდათ? არა, რო თქვა მომწყინდა, არ მომწყენია, ძალიან მიყვარს ემირატები. ალბათ არჩევანი შემდეგი დადგა ამერიკა. და მაგის გამო აქ ვარ, რომ მივახცეო რაღაც ცვლილებებს, უკეთესობას. მაშინ რას ვერ მიაღწიეთ დუბაიში, რისი მიღწევაც ნიუ-იორკში გინდათ? ის რომ მე შემეძინა შვილი, რომელიც არის special baby და ამიტომ გადავწყვიტე რომ მისი მიზნით, მისი განვითარების მიზნით აქ ჩამოსულიყავ. ამერიკა ძალიან ეხმარება ასეთი სტილის ბავშვებს და მინდა რომ გაუკეთო ყველაფერი სილამაზე, რაც მას საქართველოში დღეს აკლია. და შემდეგ მინდა რომ პატარა ცენტრი გავაკეთო საქართველოში. კი ბატონო. დახმარება გაუკეთო ბავშვებს, ვის მშობლებსაც არ აქვს საშუალება, რომ გინდაც მიეხმარონ და წინსვლა კონდეთ.
ეს არის თავარი მიზანი. ამერიკული ოცნება არის სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის იმ სივრცის მოწყობა, რომელიც მათ სიცოცხლეს ბევრად გაალაპაზებს. კი, აუცილებლად. მაგარია. არის ჩემი. მოდი დავბრუნდეთ, სანამ ნიუ-იორკში ჩამოვალთ, მაინც უფრო მეტი მინდა გავიგო დუბაიზე. როგორია დუბაიში ცხოვრება? ალბათ განვითარებით და თანხობრივად და ყველაფრით ამერიკა ჯობია, იმიტომ რომ იქ არ იყო ის, რაც არის აქ. განვითარებაში რას გულისხმობთ? ინფრასტრუქტურულად დუბაი ძალიან მაგარია და ძალიან ძლიერია, ძალიან მდიდარია ყველანაირად, მაგრამ სამსახურები ცოტა ნაკლებად არის. ემიგრანტებისთვის თუ ემიგრანტებისთვის არის ნაკლები. დუბაიში ცხოვრების მთავარი სიკეთე რა იყო? ალბათ იქიდან რომ ეხმარებოდით ჩემს ოჯახს. არა, მაგას არ გულისხმობ. აი თქვენთვის როგორც იქ მცხოვრებისთვის რა სიკეთის მომტანი იყო? აი ზღაპარი ქვეყანა იყო. რა პონტში ასწორებდა დუბაიში? რა პონტში ასწორებდა დუბაიში? მიყვარდა ის სიცხე, შეჩვეული ვარ იმ სიცხესაც, აქ მიჭირს ეს სიცივეები. ნიუ-იორკის -20 გრადუსში არ გაიყინეთ? გავიყინე მართალი გითხრა. გავიყინე. მომთაბარე ცხოვრება თქვენი ფეტიშია? კი, ესე გამოდის. საქართველო ემირატები, ამერიკის შეერთებული შტატები. სად უფრო გიჟი მეგობრები გყავთ და აი თქვენი სასტავი სად არის მაინც? სადაც გათენდება დღეს. არაბეთში. აი როგორები არიან ისინი? აი მართლა გიჟები არიან, მართლა ძალიან ცხელები არიან, რაღაც აქ ჩამკვდარი აქვთ რაღაცის სიხარული. ხო, აქ ესეთი ურთიერთობებში ჩარჩო ნამდვილად. ხო, იმიტომ რომ ყველა დაკავებულია, ყველა რაღაც ჩარჩოშია. იქ ესეთი რაღაც არ ხდებოდა. გინდა აკეთებ. აი როგორ გიჟობდით ერთი გიჟური დუბაის დღე მომიყევით. ნუ ერთი გიჟური დღე იქნებოდა ესე რომ დილით მე როგორც ყოველთვის 9 საათიდან პირველ საათამდე ვიმყოფებოდი ზღვაზე. ეს იყო ჩაუგდებელი დღე. ყოველ დღე აბსოლუტურად. მე იქიდან მოვდიოდი, მივირთვევდი ყავას, რასაკვირველია დილითაც ყავას, მე მივირთვევდი და მე სამეგობრო ჩემთან მოდიოდა. არაბები და აი ესე ურთიერთობა, მივდიოდით ხან სახარაში, ქალაქგარეთ გავდიოდით. აი დაპროგრამებული არაფერი არ იყო. თავარი სიყვარული სად იპოვეთ? საქართველოში, ემირატებში თუ ამერიკაში? მყავს მეორე ნახევარი, მეუღლე, რომელთანაც ვიქორწინე 1 წლის წინ. ეს პიროვნება ფაქტიური ქორწინება თუ ფაქტიური ქორწინება, იმიტომ რომ მე ჩემს მეორე ნახევარი გავიცანი საქართველოში. ის იყო პედაგოგი, ამერიკიდან ჩამოსული და გავიცანი ჩვენს დაჩაზე. მამიდასთან ცხოვრობდა და მასთან ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მე გადაიზარდა ცოტა და გადაიზარდა ალბათ სიყვარულში. მოვძებნეთ ერთმანეთი აქ. რამდენი წლის შემდეგ შეხვდით ამერიკაში თქვენ სიყვარულს? 2012-ში იყო ჩამოსული საქართველოში. 5 წელიწადი ცხოვრობდა საქართველოში. მე დუბაიდან ჩამოვდიოდი, ვნახულობდი, მივდიოდი. და აქაც ჩამოაკითხეთ. აქაც ჩამოაკითხე და აქაც მომაგნო ალბათ იზარდა. ალბათ ზედი ესეთი იყო. ძალიან მაგარია. ემირატებში შეიხი ვერ გაიცანით? მყავდა მეგობარი, როგორ არა? შეიხი მეგობარი ყავდა? შეიხი მეგობარი მყავდა, ძალიან კარგი პიროვნება, დღესაც მეგობრობ. შეიხები ისე ძუწები არიან თუ არა? ეს ფულს არ გახარჯავდათ მეგობრებს? დიდარი ადამიანი არასოდეს არაფერს არ გახარჯებს. თითო სიტყვით დაახასიათეთ გრძნობა, რაც გაქვთ საქართველოს ემირატების და შეერთებული შტატების მიმართ. საქართველო ჩემი გულია. ემირატები ალბათ მოხვდი ზღაპარ ქვეყანაში და აი ამ სითბომ რაღაც სხვანაირად მაცხოვრა იმ ქვეყანაში. რაც შეეხება ამერიკას, მინდა ვთქვა, რომ აქ ვარ ჩემი ოცნების ახდენის ქვეყანა და მინდა რომ ყველაფერი ის ავისრულო, ისთვისაც ვარ ჩამოსული. უეჭველი ქართველი რით ხართ? ცხოვრობდით საქართველოში, ემირატებში და ცხოვრობთ აქ. ისთვის-ება ქართული, რითაც გამოირჩევით, რომ ყველგან ქართველი არის ქართველი და ამ შემთხვევაში თქვენც. ქართული სისხლი. ყველაფერს თავი დავანებოთ. არა, თვალსაჩინო ტრადიცია. თვალსაჩინო თქვენი ჩვევა. რამე რაც გამოგარჩევთ და აფიქრებინებს ადამიანს უეჭველი ქართველია.
სიყვარული, ალბათ, სითბო. ეს ჩანს ყველაფერი ადამიანს რო შეხედავ. მაშინ მოდი ესე გკითხავთ. ჩვევარჯულზე უმტკიცესი არისო. აი რა ჩვევა გაქვთ, ისეთი რაც აი მთელი ცხოვრება გაქვთ და ვერ გადააგდეთ, ან სულაც არ არის საჭირო რომ გადააგდოთ და არ არის ცუდი ჩვევა. აი ვერაფერს ვერ გამაკეთებინებ, რაც არ მინდა. ეს ქართულია. ყველად თუ გჩვევია. არა, უფრო გინება. რაღაცა რო არ მომწონს, ვეღარ ვიკავებ თავს და ვიგინები. თქვენი ხასიათის მთავარი ხაზი რა არის? აი როგორი ადამიანიაო? ვინმეს რო კითხოს თქვენზე, რა იქნებოდა საუკეთესო ერთი პასუხი, ერთი სიტყვა? ძალიან გულკეთილი ვარ. ამას ხშირად აღნიშნავენ. ნიუ-იორკში რომ ჩამოხვედით პირველ დღე მომიხევით. გამოვედი, ვათვალიერებდი ფაქტიურად სიტუაციას და საიდან უნდა დამეწყო ეს არ ვიცოდი. მართლა არ ვიცოდი რა, როგორ, რანაირად. სამუშაო გეგმა გქონდათ? არა. სამუშაო გეგმა არ მქონდა. მაშინ რა იყო პირველი სამსახური? ოჯახში მუშაობდი მოხუცთან. მომლელად. როგორი იყო? კურიოზი დამემართა, იმიტომ რომ არ ვიცოდი პამპერსი უკუღმა გაუკეთე. გამოცდილება არ ქონდა. გამოცდილება არ მქონდა, რა საკვირველია. მაგრამ ამბობდით რომ აქვსო ალბათ. ხო, ისე დუხზე წავედი რომ მე ყველაფერი უნდა დამეძლია და ყველაფერი გამეკეთებინა. აი პირველი დღიდანვე არ მძინებია, იმიტომ რომ მეშინოდა რომ ან არ ჩამძინებოდა, ან რაღაცა არ შემშლოდა და ყველაფერს ვაკვირდებოდი რომ ყველაფერი კარგად გამეკეთებინა. ეს იყო ალბათ ჩემი პირველი გამოცდილება. იმდენად კარგად ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ამ დამხმარე ქალს უნდა და ჩემი იქიდან გაგდება. აი გამოვაჩინა ჩემი ქართული ხასიათი. აბა რა გამოვაჩინეთ? ეს წავიდა ოფისში დასარეკად, რომ მე ვითომ მოხუცი გადმომივარდა. ცოტა ხანში მოვარდა მთელი ამათი საგვარეულო ოფისი ის, რომ მოხუცი რომელიც ხმას არ იღებდა, იმან უთხრა რომ ამას არაფერი არ გაუკეთებია, ცუდი, ეს არის ძალიან კარგი გოგო. მერე მივხვდი, როცა პატრონმა მითხრა, რომ არ აწყობს ამ დამხმარეს, რომ შენ განაკოძე იმუშაო. და მაგიტომ მოიგონა რაღაცები და აი მაშინ უკვე გინება. აი მაშინ იყო პირველი გინება, რომ თავი ვერ შევიკავე, მე ვარ ქართველი. ქართულად ვაგინებთ თუ ინგლისურად? ინგლისურად ვაგინებდი, რა საკვირველია და შენ მე ვთხარი, მე ვერაფრით ვერ იმას მიზავ, იმიტომ რომ სულ კამერები იყო ყველაფერი და ყველაფერი დაინახა, რომ მე მართლა არ ვიყავი, მაგრამ თუ ესე შეიძლებოდა, რომ კუთხეში ვინმეს მივეყენებინე, აი მაგაზე გავგიშდი. სადაური ხართ, ისე სადაური ქართველი ხართ? იმერელი. ეს იმერელი ქალი საიდან მოხვდით პირდაპირ დუბაიში, რომელიც ჯერ ბოლომდე არ იყო აშენებული. ახლობელმა წამიყვანა, მე თვითონ იყო ჟურნალისტი, იქ უკვე დავჩი. ადრე მალმალე დავდიოდი და მე უკვე იმდენად სწორებდა. ალბათ ზამთარში 30 წლის განმავლობაში ერთჯერ ვარ ნამყოფი, იმიტომ რომ ჩემთვის სიცივე ცოტა ის იყო. ეს ქართული 4 სეზონი არ გენატრებოდათ ხოლმე? იმდენად მცივანა გავხდი, რომ არ მენატრებოდა. მეშინოდა, იმიტომ რომ ჩავედი ერთჯერ ჩავფრიდი საქართველოში და საკმაოდ ერთი თვის განმავლობაში 2 კვირა ვიყავი ცუდად. ამ გადმოსახედიდან იმ ჟურნალისტმა დაგღუპათ თუ აგაშენათ? არა, მადლობელი ვარ. ნამდვილად მადლობელი ვარ. იმიტომ რომ ზღაპარი ცხოვრებით ცხოვრობ. თქვენი პატრიოტიზმი რაში გამოიხატება? ერთგულებაში. სამშობლოსადმი თუ სამშობლოსადმი, ადამიანისადმი ერთგულება მიმაჩნია ყველაზე დიდ პატრიოტიზმად. ვინ არის თქვენი საფიცარი, ვის თავს იფიცებით ხოლმე? მამიკოს და დედას წინდა. მამიკოს გოგოთ დარჩით? კი. ცოცხალია? არა. საუკეთესო ინვესტიცია რაში დააბანდეთ, ან აბანდებთ? შეიძლება გაგეცინოს, ჩემი ინვესტიცია არის სანთლები. რა სანთლები? მიყვარს დეკორატიული სანთლები, რაც მაქვს. აი ლამაზი ფიგურები, ლამაზი რაღაცები, ეს არის ჩემი. და მთელს ამაში ხარჯავთ? ფაქტიურად ამაში ვხარჯავდი. თოჯინები, მე მაქვს სათამაშოების
ალბათ დიდი კოლექცია. თოჯინები? თოჯინების. ჯადოებსაც ხო არ აკეთებთ? არა. მაგრამ შემიძლია ჩავატარო. მართლა? შავანიზმი. იცით როგორ კეთდება ჯადო მართლა მოყევით ამაზე? არა, ჯადო ნამდვილად არ ვიცი და არ ვემსახურები. თქვენ თუ გაუკეთებიათ? კი. მართლა? კი. ვა, აბამ. კი, ყოფილა ასეთი რაღაცები ცხოვრებაში, რომ როგორ მიხვდით და რა იყო ეს? რა სახის ჯადო იყო? ჩემი სურათი იყო ძალიან ცუდად დაქსაქსული. ძალიან ადრე იყო, როცა პირველი მეუღლე მყავდა. სასიყვარულო ჯადო იყო? სასიყვარულო ჯადო იყო უფრო. და გაჭრა ამ ჯადომ. ასე ვთქვათ, ცოტა ხელით შეუწყოს. იდეალური რაში ხართ? აი რა შეგიძლიათ იდეალურად გააკეთოთ? იდეალურად შემიძლია მოგიხდუღო ყავა. თურქული ყავა? თურქული ყავა. ეს არის ჩემი საყვარელი სასმელი. ჩანთაში რა აუცილებელი ნივთი ან ნივთები გაქვთ ყოველთვის? ყველაფერი აბსოლუტურად, იმიტომ რომ დავდივარ დიდი ჩანთი და ყველაფერი მაქვს. პირველი და ჭირდებათ, არ ჭირდებათ? ჭირდება, არ ჭირდება. სუნამო, პარფიუმერია, რაღაცები, ყველაფერი თითქმის. აი როგორ არ გეზარებათ? აი არ შემიძლია, ასე მგონია რომ დამჭირდეს, უნდა მქონდეს. და ამიტომ. შესაბამისად, უნდა ვივარაუდო, რომ დიდი ჩანთით. კი, დიდი ჩანთით. იწყვეტავთ წელს. დალევა კლუბები, გართობა, აი როგორ ერთობით გიყვართ ეს ყველაფერი, ეს ღამის ცხოვრება? ღამის ცხოვრება რო გითხრა მიყვარს არა, მაგრამ რასაც ქვია გართობა და кейფი და დროსტარება. დროსტარება, მაგრად მე ვასებ. როგორი ემიგრანტი ხართ, აი გახდებით როდისმეს ჩარჩენილი თუ მაგრად კიდიათ? არა, მაგრად კიდია, არ ჩავჩები. მონად კი გძრობ აქ თავს ოჯახში რო შედიხარ უკვე მონახარ. როცა მას უნდა დაექვემდებარო ყველანაირ ასპექტში. სამუშაო რუტინაში ნათელი წერტილი რა არის ხოლმე? შენი სივრცე როდესაც გაქვს, რას აკეთებ? ყავას ვსვავ. ყავას ვსვავ და რაღაც ფილმებს უყურებ. ეგ არის ისიც რაღაც წუთიერება ალბათ და უცბად რომ დაგიძახებენ. всё, იქ ვთავრდება. აი ეს არის მონობა. ეგეც რო არა მაქვს. და რო ვერ დაუყირებ რომ შემეშვი. აი თავიდან ძალიან მიჭირდა. აი ზარი და ნინა რო დაიძახებდნენ, სად ვიყავი უცბად ვერ ვაკონტროლებდი თავს. ბევრჯერ მithქვია, აი არ ავდგები და всё და აი ვერ დავხევია. იმერე დავხევია. ბევრჯერ თავიდან ბევრჯერ მქონია. ჭკუაც არ დაგიშლიდა. აჭკუ არ დამიშლი და თავიდან ბევრჯერ მქონია ესეთი მომენტი და მე აი მობილი დირექტორია. აუ ძალიან ძნელია. და პირველ სამსახურში სადაც შევედი, თან ვიცოდი რომ ღამე არ უნდა შევეწუხებინე, მაგრამ ესე არ არის, რასაც გეუბნებიან. აი მად იყო. მეთქი რატო უნდა ვიყო ამის მონა მორჩილი, ჩემ თავს ვეჩხუბებოდი. რატო? ესე ხო არ ვიყავით მოლაპარაკებულები და შვილმა ერთშვენიერ დღეს მეორე ოთახიდან მომწერა, თუ არ მოგწონს, მიგძანდიო. ყველაზე ცუდი ნათქვამი რაც შეიძლება რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს უთხრას ზოგადად. აი ამან ძალიან გამაცოფა რასაც ქვია. დავიღე ჩანთა, კარებთან დავდექი და ბებო მოხუცვა ბებო მთხოვა. რო დავჩენილიყავი, ეს რამდენიმეჯერ გავაკეთე და მახსენდება ჩემი ძალიან ახლობელის სიტყვები, რომ ნინა რო ჩაგაფურთხო სულში უნდა მოიწვინდო, მაგრამ ეს არ იყო ადვილი. რატო? მაგრამ მე სიგიჟეში აყევით თუ ისინი მოლბნენ უფრო? არა, აი ალბათ ისინი უფრო მოლბნენ, იმიტომ რომ დამინახეს, რომ მე ამ ყველაფერს ემოციურად განვიცდიდი. ტიროდი. მართალი გითხრა, ტიროდი, იმიტომ რომ აი გამოსავალს ვერ ხედავდი. ხედავდნენ რომ ტიროდი? კი, დაინახა, შემამჩნია ერთჯერ მოხუცმა, რომ აი ძალიან გამწარდი და არ ვიყავი ამ დროს შენიშნა რომ მოეცა არ ვიყავი იმის ღირსი, მაგრამ თურმე ესე ყოფილა. ხო და მე უკვე ტანში გამართული ვიყავი, რასაც ქვია, რომ მე თვითონ აი უკვე ადამიანს სწავლობ, ადამიანი შევიგრძენი, რომ ის არის მოხუცი, იმას თავის ჭკუა აღარ გააჩნია.
თავის ჭკუ აღარ გააჩნია, ის გეუბნება იმას, რაც მას უნდა. და შენ უნდა მისდიო ამ საქმეს. და ავყევი და უფრო გამიადვილდა. ნერვები აღარ იშალეთ ერთი სიტყვით. ხო, აღარ ვიშალე ნერვები, იმიტომ რომ ძალიან ვიყავი აკრეფილი ამ ჩემი ჩანთის. გამოსასვლელში ვდგებოდი ჩანთით, რომ მივდივარ და მოხუცი მოდიო და არა. აღარ ვიზავ, შემეჩვია. გული თუვლიდით. კი, გული თუვლიდი ნამდვილად. რა დაემართა მერე? ცოცხალია, გარდაიცვალა. არა, გარდაიცვალა, რა დაემართა, სიკვდილის დრო მოუწია. მინდოდა რომ კიდე გამეგრძელებინა მისთვის სიცოცხლე, მაგრამ ვერ შევძელი. იმიტომ რომ თქვენ მეტი ფული გაგეკეთებინათ თუ მისი ჯავრი გქონდათ? არა, მოხუც შევეჩვიე და მინდოდა რომ აი რაღაცა ძალა მიმეცა, რომ მეტი რომ ეს დაენახა და მან დაინახა ეს და თქვა კიდეც რომ ნინა ძალიან კარგი არისო. ძალიან კარგი აურის მატარებელი ხარო, აი ეს მითხრა და ეს ძალიან მომეწონა და მესიამოვნა. ესე აურების და ესეთი რაღაცების ისე გჯერათ, აი არსებობს აურა, ადამიანის სული და კარგი აურა. როგორ არ არსებობს? სულწმენები თუ გაქვთ რამე ისეთი? კი, როგორ არა. აბა. ყავაში შემიძლია ჩავიხედო. ახლა და დავასკანი რო ადამიანი. ძლიერი ხართ ამ ამბავში? ასე ვფიქრობ, რომ კი. გრძნეული ქალი ხო არ ხართ? არა. შეიძლება ითქვას მაინც რომ აი Can be. კუდიანი ქალი არის რო ამბობენ. შეიძლება. ვიროგორ გაგალამაზებს. უთქვამთ ისე თქვენზე რომ კუდიანი კი, უთქვიათ. ხავაზე ვიხედებიო, მორწმუნე თუ ხართ და რამდენად მორწმუნე ვარ. აი მე ეს კონფლიქტი მოდის თუ არა თქვენთვის? იცი რა არის? არ ვიცი როგორ ავხსნა. ძალიან წამს უფლის და ეს რაც მე უფალმა მაჩუკა რო ადამიანს ვხედავ, ეს არ არის მე მგონი ცუდი საქციელი. პირიქით ასე მგონია რომ ერთი კარგი პლუსია, რასაც ვგრძნობ. ვინ როგორ არის ჩემთან, მე თუ მიმძიმს იმ ადამიანთან მისვლა, მე ვგრძნობ რომ ისი აურა დაჭჭყიანებულია. ამიტომ მასეთ ხალხს ცოტა ვერიდები. როგორ ფიქრობთ, ბოროტ სამყაროში ვცხოვრობთ? დღეს თუ არა, პირიქით. კი, ვცხოვრობთ ბოროტ სამყაროში. კი. რა გაფიქრებინებთ, რა გათქმევინებთ ამას? ამას მათქმეინებს უსამართლობა. აი ადამიანებს ვხედავ რომ არიან ძალიან გაბოროტებულები. ხალხის აზრი კიდიათ თუ გაინტერესებთ? აი დღევანდელი გადაცემის ქვეშ რომ დაიწეროს მაგალითად ცუდი კომენტარები. კიდია, მე ხო ვიცი რაცა ვარ, ვინცა ვარ. ეს გამოიმუშავეთ თუ არა, საერთოდ მასეთი ვიყავი. აი რა სიტყოდნენ ძალიან არ მცხელოდა. და იმიტომ რომ არასოდეს არავინ არ იტყვის, ყოველთვის შენთვის რო ვიქნები საყვარელი, სხვისთვის არ ვიქნები საყვარელი. ვიღაცა რაღაცას იტყვის, ამიტომ უნდა დაიკიდო და გააგრძელო. ის რაც გინდა რომ გააკეთო. ზოგი ჭირი მარგებელიაო, თუ გქონიათ ისეთი ჭირი, რამაც გარგოთ. კი, ბევრ ჭირს ურქებია საერთოდ. რაღაც კარები რო იკეტება, ხო? სხვა აუცილებლად იღება. და ამის იმედი მაქვს. ისიც ჭირია, რომ რაღაცას მიადგები და დაკეტილი დაგხვდება და უცად ჩავარდები საგონებელში. არ გამწირავს ღმერთი, მე ესე ვიცი. შიშარა არა ვარ. შიში რისი გაქვთ მაშინ? შიში ერთადერთი მაქვს დროის. აი დროის შიში მაქვს, რომ მინდა რომ ყველაფერი მალე იყოს. მოასწრო. ხო, მოვასწრო. სწრაფად გადის, აი ებრაუჭებით დროს ცხოვრებაში, რომ არა, რო გითხრა, რომ სწრაფად მიდის. არა, რო გითხრა, რომ ებრაუჭები არა. არა. просто არ მინდა რაღაცა გაწელილი, მინდა რომ დროზე გავაკეთო, გადავაბიჯო, გავიარო. ნერვები არ ყოფნით უბრალოდ. მე ნერვები რო გითხრა, რომ არ მყოფნის, აი რისი ნერვები არ გაქვთ ცხოვრებაში? აი არ მიყვარს რომ ბრძანებლობენ. შენიშვნას რომ უსაბუთოდ გაძლევენ, ამის ატანა არა მაქვს. თქვენ თავთან მარტო რორჩებით, სარკის წინ ან თუნდაც სარკის გარეშე, როგორი ხართ ხოლმე? უფრო სევდიანი, მხიარული, ნორმალური, არანორმალური? ფანტაზიებში დავფრინავ. ფანტაზიებში დავფრინავ.
აი იმას ვხედავ რაც მინდა რომ დავინახო. რა ცხოვრებისეულ შეცდომას იმეორებთ ყველაზე ხშირად, თუნდაც ყოველდღიურად? ხანდახან ზედმეტს ვაკეთებ. ვიდრე გევალებათ? ვიდრე მევალება. და ეს მისჩი ის ყოველთვის. რო გინდა რომ 100 ამოვნო მაგალითად. მაგრამ ზედმეტი რომ ხო, ზედმეტი რომ მოგივა რა. თადარიგი უნდა გქონდეს დაჭერილი. მე მიყვარს ადამიანს თუ აძლევ მიეცი. ბოლომდე აი ეს გამოზოგილი არა და ალბათ აი ეგ. და მე ეს ცოტა მაწუხებს. ხარჯვა რაც არ შემიძლია დავაბკოლო რომ მაქვს ფლაგველი ხალი ხართ? ძალიან. ძალიან. აი დაუფიქრებელი მხარჯველი ხარ? ოკეი. არის ხალხი რომელსაც თადარიგი აქვს დაჭერილი რომ ესე მე ვერ ვიჭერ არ შემიძლია ვერ ვისწავლე. მოწმენდილ ცაზე მეხი თუ გაგვარდნიათ? კი. აი რო არ ელოდები და მეგობარი დავკარგე მიკვდა და მეღუპა ძალიან მტკივა და ვერ ვინელებ ალბათ ვერ მოვინელებ და არც მინდა რომ იმ გადმოსახედიდან გადავიხედო რომ თუ აღარ არსებობს ალბათ იმის შემდეგ წამოვედი კიდეც საქართველოს და რომ ვერ ავიტანდი რომ ისი კარტრიალდა ეხლა ხანს კიდე მეორე მეგობარი და მეღუპა და აი არ ვიცი ეს ჩემთვის ძალიან დიდი მეხისტაცემაა. არის რაღაცა ტრაგედიები, რასაც ტვინი ვერ იაზრებს. ნივთი, რომელიც ვერ იყიდეთ, იმიტომ რომ ფუფუნების საგანია და თან გინდოდათ და ვერ აისრულეთ ეს ოცნება. ვარდისფერი ბრილიანტი. ეს ბეჭდები უბრალოდ აქსესუარიაო, თავიდან მითხარით, მაგრამ რამე დატვირთა ხომ არ აქვს აი ამ თქვენ სპირიტუალურ ნაწილში. ალბათ ესეც ვეხმარება რაღაცებში. იმიტომ რომ ამის გარშე არ შემიძლია სამსახურში მიშლიან. რასაკვირველია. ხმარებას, მაგრამ რო შევდივარ სამსახურში, მე ნელ-ნელა ვაბატებ. და ეგუებია. პარანორმალური მოვლენები მომხდარათ თქვენ ცხოვრებაში? კი, საკმაოდ ბევრი. აი, მაგალითად, ყველაზე ისეთი, რაი. გასაოცარი ხმები მომდიოდა, გაფრთხილებები იყო. ეს ყურში ჩაგესმოდა? კი. ძილში მეუბნებოდა ანრით და იგივე ხმა მაფრთხილებდა. ემირატებში ვცხოვრობდი, მაშინ როცა შვილი შემეძინა. რასაკვირველია, ჩამოვედი ბავშვი ვნახე, ყველაფერი კარგად იყო. და აი ესეთი რაღაცა ვნახე, რომ რომელიღაცა აცრა არ უნდა გაეკეთებინა. აი იმის შემდეგ აღმოჩნდა აუტიზმი. ამას ვხედავდი, იმაცრის შემდეგ, აი ამას ვხედავდი. მაგრამ იმდენად არ მქონდა უფლება რომ მშობლებისთვის მე მეთქვა რომ ეს არ გაუკეთოთ. ჩემ თავს ვერ მივეცი ამის უფლება. და აი ამას გრძნობდი ამ ყველაფერს. შეიძლება არც დაეჯერებინა, სავალდებულოაც რა ყოფილიყო და რაღაცა ისე არ მოხდა. არ ეთქვა თქვენ. აი ზუსტად. ტატუები თუ გაქვთ? კი, 14 ტატუ მაქვს გაკეთებული. რამდენი ხანია იხატავთ სხეულს? რაც ჩამოვედი ამერიკაში. რამდენი ხანი ამერიკაში ხარ საერთოდ? და მავიწყდა მეკითხა. 4 წელია. 4 წელი ამერიკაში ჩამოხვედით და მანამდე არც ერთი ტატუ არ ქონია. არა, იმიტომ რომ მეშინოდა ნევსის. მე რეშიში რამ გადაგალახინათ? ბავშვობიდანვე ძალიან მომწონდა ტატუები და მინდოდა რომ გამეკეთებინა. ემირატებში იქ შეზღუდული იყო. საქართველოში შეზღუდული რატო არ შეიძლება? არა, იქ არ აკეთებენ ტატუებს. მთელი სხეული უნდა მოიხატოთ? კი. რატო? აი მსიამოვნებს. როგორც არასტანდარტი რაღაცა ისეთი, რომელიც მე გამახსენებს რაღაცას. ეს ამ ყველა ტატუს თავისი დატვირთვა აქვს უბრალოდ რაღაც. თავისი დატვირთვა აქვს. ყველა ტატუს რასაკვირველია ტატუს. აი ამ თვალს რა. ეს არის თვალის. ავი თვალისაგან დასაცავი. ეს ტატუ. შეანათებთ და კი. შეყოლა იცის ტატუების გაკეთება პროცესს ვიცი და ეს არის ყავის ჭიქა და კარდიოგრამა. აქ მამაო ჩვენო მაწერია. სამძიმრებზე ვარდისფერებში დადიხართ? კი, როცა ვიყავი საქართველოში ვარდისფერით და ეცინებოდათ ერთი ახლობელი დაგვეღუპა კიდე და სულ ისე შაყირობდა მანამდე, რომ ალბათ ჩემს გასვენებაში მოხვალ ვარდისფერთ, რასაკვირველია ვარდისფერით მივედი. უხერხულობას არ გიქნით ხოლმე? წარმოიდგინე რომ მიცნობენ ასე მგონია რომ ზედმეტად არ მიყვარს რომ მიყურებენ.
არც ის არ მიყვარს რომ გამორჩეული ვიყო, მაგრამ ესეთი ვარ და ასე მგონია რომ უნდა შეეგუოს ამას ყველა. მოხდა ესეთი რაღაცა ნათესავი გარდამეცვალა და ნუ სადღაცა იყო რაღაცა რომელიც ჩემმა შვილმა ამოიღო და მიაგნო და უნდა ჩამეცვა. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ისედაც ვტიროდი სატირალში მივდიოდი, მაგრამ იმითი უფრო ვტიროდი, რომ ეს შევი იყო და ეს ჩემი არ იყო. და ჭირის უფალმა მთხოვა გაიხადეო. ჩაიცი, შენაც გინდა. გიცნობდა ხო და კი, როგორ არა და ერთი მომენტი აქ გქონდა კიდე ებრაელმა დამსაქმებელმა რომ გამიშვა. და ჯერ ფერებში რომ დამინახა რომ მივედი, პირველი ეს მომცა აფრიკული კასიჭკები მეკეთა, ვარდისფრად ჰქონდა თმა შეღებილი და ნუ რასაკვირველია, ესენი არაფერიო და შავი წავედი ვიყიდე შავი. აი ცუდად გავხდი, ვაინ მისვლას. მე ვთქვი მე ჯობია გამომაგდონ და უარი მითხრან. თითქოს ჩემს აქციელს ვამართლებ. და იმათმა ნახეს მანამდე ინტერვიუზე მისული და რატო არ გაცვიაო ისო მე ვთხარი ესე მითხრეს და ესე გამაფრთხილეს მეთქი ის იყო და ის ორადორი რა ის რაღაცაც გაჩუქებული მაქვს რომელიც ერჯელ საქართველოში მეცვა ევაზე და მეორე ის მე არა მაქვს და ოჯახმა გითხრა ჩაეცვიე შედაც გინდაო ხო ხო ოჯახმა მითხრა იმიტომ რომ არ არის ჩემი აი ვერ ვიგრძნობ თავს მოუკვდები შეიძლება სიცხე მომცეს ეს იყო ნინა ფინკი ტაბატაძე მადლობა იმისთვის რომ მიყავით ჩემი გადაცემის სტუმარი და დამითმეთ დრო მე კი გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ვიდეოს ქვემოთ არის ღილაკი subscribe და აჭირეთ რომ არ გამოგჩეთ სიახლეები დროებით